მოგესალმებით თქვენ უყურებთ თავისუფალ ტრიბუნას მეორე არხის პირდაპირ ეთერში მე მისი წამყვანი ელენა ტრეხლებოვა ვარ. ჩვენი დღევანდელი ეთერი ეთმობა დემოკრატიულ მოძრაობას ერთიანი საქართველო და მე წარმოგიდგენ ჩვენ სტუმრებს კოალიცია ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის სიის პირველი ნომრები პარტიის აღმასრულებელი მდივანი თამარ ცინცაბაძე და პარტიის გენერალური მდივანი ზაზა ვეკუა. მოგესალმებით, გმადლობ ჩვენთან სტუდიაში მოგზანებისთვის. კოალიცია ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია აქტიურად აწარმოებს საარჩევნო კამპანიაზე და საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებზე ჩვენ დეტალურად ვისაუბრებთ გადაცემის მეორე ნაწილში. მანამდე მე მინდა კითხოთ თქვენ ზოგადად საარჩევნო გარემოზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა წინა საარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში, სადაც აღნიშნულია, ციტირებას მოვიყვან, საარჩევნო კანონმდებლობის ბევრი არსებითი ცვლილება, რაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებდა საარჩევნო გარემოს, არ განხორციელებულა. არ შესრულა საარჩევნო სისტემა საკრებულოს არჩევნებისთვის, არ გადაიხედა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი და სხვა. თქვენ როგორ აფასებთ ამ ანგარიშს და ზოგადად საარჩევნო გარემოს, რომელიც ამ პერიოდისთვის შექმნილია? მოგესალმებით ელენა, მივესალმები მეორე არხის მაყურებელს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ახლა 15 ივნის იქნება მეორე არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, რომელსაც ატარებს დღევანდელი ხელისუფლება. სანამ ვისაუბრებ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, პირველ რიგში არ მინდა რომ აუცილებლად აღვნიშნო ის ფაქტორი, რომ რა თქმა უნდა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არ ხდება განსხვავებული აზრის მიმართ ტერორი, ცემატყება, დაჭერები, იარაღის თუ ნარკოტიკის ჩადება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია და მისასალმებელია, მაგრამ მეორე მხრივ მინდა ჩამოთვალოს სწორედ ის ფაქტორები, რომელიც ხელს უშლის საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. პირველ რიგში ეს არის პადაღებული საარჩევნო სიები. ანუ უკვე 10 წელზე მეტია, ვერ დავადგინეთ ქვეყანაში რამდენი ამომრჩეველი გვყავს. თუ გავიხსენებთ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ მან განაცხადა ჯერ კიდევ კარგახნით ადრე 6-7 თვით ადრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, რომ ეს იყო თანახმა თავის საკუთარი თანხები, სადღაც 60 მილიონი დაეხარჯა იმისათვის, რომ მოეწესრიგებია ბიომეტრიულად ამორჩეველთა სიები და ამ სიები ჩატარებულიყო არჩევნები. რა თქმა უნდა, მაშინდელმა ხელისუფლებამ, ნაციონალურ მოძრაობამ ამაზე უარი უთხრა, თუმცა 2 წელიწადზე მეტი გავიდა და არა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ახსნებით, არამედ ქვეყნის ბიუჯეტს თავისუფლად შეეძლო 2 წლის მანძილზე, თუ იქნებოდა ამის პოლიტიკური ნება და სურვილი, მოგვეწესრიგებია სიები. მაგრამ როგორც ხედავთ, ფაქტი სახეზეა, რომ არც ერთ ხელისუფლებას არც წინაც არც ახალს არ აწყობს სიების მოწესრიგება, რადგანაც ეს არის სწორედ მათი ერთ-ერთი კოზირი არჩევნების პერიოდში. მე კიდე გავამახვილებ ყურადღებას იყო მოთხოვნა საარჩევნო კომისიების ფორმირების წესთან დაკავშირებით და განსაკუთრებით მინდა თქვა, რომ ფაქტიურად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების დაკანონება მოხდა დღეს. ანუ საქმე რაშია? დღეს დაკანონებულია, რომ ადმინისტრაციული რესურსი შეიძლება გამოიყენონ და ეს ხდება შემდეგნაირად. ყველამ კარგად ვიცით, რომ მინისტრები, სახელმწიფო მოხელეები იღებენ ერთდღიან შვებულებას და ამ ერთდღიანი შვებულების ფარგლებში ისინი უცხადებენ მხარდაჭერას, მიდიან სხვადასხვა მაჟორიტარის, თვითმმართველი ქალაქის თუ გამგებლის საარჩევნო კამპანიაში იღებენ მონაწილეობას, ხოლო შემდეგ ისე უბრუნდებიან თავის სამსახურებრივ ადგილს. უბრალოდ აქ საქმე იმაშია, რომ ყველა ეს მოხელე არის საქართველოს მოსახლეობის მიერ დაქირავებული. ანუ ყველა მოხელეს ხელფასუხლის ნებისმიერი ქართველი ადამიანი, ქართველი მოქალაქე, გადამხდელი და შესაბამისად ცოტა არ იყოს უხერხულიც არის თუ სხვას არ ვიყვართ, როდესაც ჩვენი ფულით დაფინანსებული სახელმწიფო მოხელე მიდის და საარჩევნოდ განსაზღვრულ პოლიტიკურ ჯგუფს თუ ადამიანებს უწევს მხარდაჭერას, უცხადებს მხარდაჭერას ხვის საწინააღმდეგოდ. საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ბევრ რამეზე შეიძლება საუბარი. დაწყებული იქიდან, რომ მაშინდელი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც რვიანის ფორმატში იყვნენ გაერთიანებული, შემდეგ 6-იანის ფორმატში და დღეს ფაქტიურად სულად წარმოადგენენ სახელისუფლებო კოალიციას, ის მოთხოვნები, რომლებიც მაშინ ჰქონდათ ნაციონალური მოძრაობის, კუთხით ნაციონალური მოძრაობის მიმართ, ცხადია ყველაფერი დაივიწყეს და მე შემიძლია გითხრათ, რომ ზოგიერთ პუნქტში და ზოგიერთ დებულებაში კიდეც გააუარესეს საარჩევნო გარემო. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ შარშან ჩაწერდა საპრეზიდენტო არჩევნები, სადღაც ჩვენმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა და მიუხედავად იმისა, რაც ჩამოთვალე კიდევ უამრავი რამ არ მithქვამს ის, რამაც დაუშვათ იქონია გავლენა არჩევნების შედეგებზე, მიუხედავად ამისა,
ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ გადაალახა 10%-იანი ბარიერი, რის შემდეგაც აღმოჩნდა ისე, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ კვალიფიციური პარტიის სტატუსი. მოგეხსენებათ, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის 30-ე მუხლის მიხედვით კვალიფიციური სტატუსი ენიჭება იმ პარტიებს, რომლებიც უკანასკნელი საერთო არჩევნების შედეგად მიიღეს დაფინანსება. ხოლო დღევანდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ თავის განმარტებაში გაგვიმარტა, რომ მას მიაჩნია და არ იცის ზუსტად, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არის თუ არა საერთო არჩევნები. ანუ ადგილობრივი არჩევნები არის საერთო არჩევნები, საპარლამენტო არის, მაგრამ საპრეზიდენტო არის თუ არა საერთო არჩევნები, ამაზე პასუხი არ აქვს. მას შემდეგ რაც ჩვენ მოვითხოვეთ, რომ გაეცათ პასუხი ან თუ არსებობს რაიმე კანონი, ან რაიმე მუხლი, ან რაიმე დებულება, რომელიც განსაზღვრავს საპრეზიდენტო არჩევნები არ არის საერთო არჩევნები, ჩვენ რა თქმა უნდა პასუხი არ მიგვიღია. აი ყველაფერი ეს მინდა ჩამოგითვალოთ ის, რომ დღეს საუბარი იმაზე, რომ არჩევნები იქნება სამართლიანი და ობიექტური, მე მგონი ზედმეტია. ანუ ხელისუფლება ისევ როგორც ნაციონალური მოძრაობა, მხოლოდ გამოკლებით იმისა, რაც თავიდან ახსენე, ეს იყო ძალაუფლება და ასე შემდეგ, იგივე გზას ადგია და იგივე გზას აგრძელებს. აქ შეიძლება მე ოდნავ გადავხო და ვიტყვი, რომ ეს შეიძლება იყოს იმაზე დამყარებული, სწორედაც, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებამდე იყო ძალიან ბევრი დაპირება გაცემული, უამრავი დაპირება იყო გაცემული და მოგეხსენებათ, ახლა მოსახლეობას ნამდვილად არ დამატიას კალორიზე და ყველას კარგად ახსოვს ეს დაპირებები და შესაბამისად ალბათ მოდის აქედანაც ხალხის იმედგაცრუება. დაწყებული იქიდან, რომ არ ადგა სამართლიანობა იგივე ბიზნესის, დატარებული ბიზნესმენების კუთხით მიმართ, ეს თავისთავად ცხადია, 2004 წლიდან 2012 წლამდე ცხადია ბიზნეს ატარებდნენ, ართმევდნენ და ასე შემდეგ. ჩვენ ვერ ვნახეთ ესეთი გამართლებული ბიზნესმენი, რომ ვინმეს ქონება დაებრუნებია, კი ვნახეთ დღევანდელი ხელისუფლების უმაღლესი პირების, რომლებიც ბიზნესი რომელსაც წაართვეს 2012 წელს, მაგრამ ალბათ უპრიანი იქნებოდა, რომ ისინი ზიგში ჩამდგარიყვნენ, ჯერ დაებრუნებია იმ ხალხს, ვინც 2004-ში წაართვეს, ასე შემდეგ, მით უმეტეს რომ დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა იმ ხალხზე მეტად, ვისაც 2004-დან 12 წლამდე წაართვეს, ალბათ ბატონ ბიძინას და იმებს, ვინც დაიბრუნეს, ალბათ მათზე მეტად ნამდვილად არ უჭირდათ. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ის დაპირებები, როდესაც საუბარი იყო და დღევანდელი ხელისუფლების უმაღლესი პირების მხრიდან, როდესაც საუბარი იყო, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ვერ გამოსწორდება იმისათვის, რომ საწვავი არის განსაზღვრელი და საწვავი აძირებს ფაქტობრივად ყველა პროდუქციას და საქართველოში საწვავის ფასი არის მონოპოლიზირებული, იმიტომ რომ 1 ლარი მიდის პრეზიდენტის ჯიბეში. ხო, ეხლა გავიდა 2 წელი და ჩვენ დავინახეთ, რომ ცოტა უნიშნულად გაიზარდა, თორე ის 1 ლარით არ შემცირებულა ის საწვავი, ისინი კვირდებოდნენ, რომ საწვავი მოსახლეობას, საწვავი 1 ლარით გაიაფთებოდა, შესაბამისად აღმოჩნდით რაში, რომ ან მოსახლეობას მაშინ ატყვევდნენ, ან ეხლა უბრალოდ ჯიბეში შეიცვალა, მიდიოდა სხვის ჯიბეში, ეხლა ჯიბეში შეიცვალა და სხვის ჯიბეში მიდის. შესაბამისად ამას გზნობს მოსახლეობა, რომელიც მართლაც სიხატაღის ზღვარს არის. გაზის და დენის გადასახადების შემცირება, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ის, რომ ისინი გაანახებოდნენ ფაქტიურად ამ კომუნალურ გადასახადებს, მაგრამ დავინახეთ, რომ ამ კუთხითაც არაფერი არ გაყოფილა. წამლების მონოპოლიებს დიდხანს აცხადებდნენ, რომ არის მონოპოლია წამლებზე, რომ წამლები გაიაფთებოდა და თქვენ ნახეთ, რომ უკვე გაძვირდა ეს წამლები და ამას პენსიონერები და საქართველოს მულწევები ნამდვილად ყველანი თვალნათლივ ხედავენ. ანუ მთავარი საკითხი რა არის? საკითხი არის, რომ თითო პერსონების შეცვლა ვერავითარ ცვლილებას ვერ მოიტანს. საჭიროა სისტემური ინოვაციური ცვლილებების განხორციელება. დღევანდელი და ვერც გვიმშვიდელი ხელისუფლება ამ ინოვაციურ ცვლილებებს ვერ ახორციელებს. კოაბიტაციის რეჟიმში ისინი აგრძელებენ ისევ მოქმედებას და მე თქვენ განწმუნებთ, რომ თუ გადავხედავთ ეხლა მთავარი ცვლილებების კუთხით ეს სარკე არის ცხადია ქვეყნის ბიუჯეტი, ადგილობრივი ბიუჯეტები და რა თქმა უნდა დედაქალაქის ბიუჯეტიც. მე მინდა გითხრათ, რომ ზუსტად გასული წლის ბოლოს, როდესაც ქალაქის მერიამ შემოიტანა დედაქალაქის ბიუჯეტი, გახსოვთ 4 თვის მანძილზე იყო
კამათი, დებატები ყველა არხზე, ნაციონალურ მოძრაობასა და ოცნებას შორის, რომ ისინი მხარს არ დაუჭერდნენ, ან დაუჭერდნენ, ან უნდა შეცვლილიყო დედაქალაქის ბიუჯეტი. საბოლოო ჯამში რა მივიღეთ, ბოლოს გამოგვიცხადეს ზარზეიმით, სადღაც მარტის თვეში, რომ მოხდა რაღაც შეთანხმება და კომპრომისული ვარიანტი უნდა განიხილო. მე თქვენ გარწმუნეთ, რომ არავითარი კომპრომისული ვარიანტი წარმოუდგენელი დეკემბრისთვის ბიუჯეტს და მიღებულ ბიუჯეტს შორის არ იყო. კომპრომისული, ალბათ კომპრომისი განხორციელდა სულ სხვა სფეროში და კოჰაბიტაცია, რაც იმ ბიუჯეტში ნამდვილად არ ჩანს. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ გიგულგულავედროინდელ ბიუჯეტთან შედარებით მერის ხარჯები გაიზარდა 60%, ხოლო საკრებულოს ხარჯები გაიზარდა 100%. და მეცაც გეტყვით, აპრილის თვეში მარტის თვეში მიიღეს ბიუჯეტი, ხოლო აპრილის თვეში უკვე შეიტანეს ბიუჯეტში შესწორება, სადაც დედაქალაქში გზების რეაბილიტაციას დააკლეს 3.5 მილიონი და ნახულობთ, რომ ეს მომატებულია 2 მილიონი საკრებულოსა და მერიის ხელფასების მუხლში. ხა მე უბრალოდ სანამ აქ მოდიოდით ჩვენ გენდერი დავიცავთ, ახლა ამდა საუბრის ხო ეს დავარღვიო და ამიტომაც ამარცხო რომ რა თქმა უნდა, ქალბატონ თამარ თქვენ რას დაამატებდით და როგორ შეაფასებდით საარჩევნო გარემოს მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ზაზამ აღნიშნა საკითხი, რომ დღევანდელი საარჩევნო სიები კვლავ დარჩა ისევ ისეთი გაბერილი და ფაქტიურად ჩვენ უკვე მეორე არჩევნებზე მივდივართ ნაციონალების მიერ მოწოდებული სიებით. და ამ სიებში დაფიქსირებული არის, რომ ჩვენი ამომრჩეველი შეადგენს 3.5 მილიონს მიახლოებით. ეხლა მე მინდა ეს განვიხილო დემოგრაფიული კუთხიდან და გადმოსახედიდან. მაშინ როდესაც ბოლო ორ აღწერას შორის ჩვენი მოსახლეობა შემცირდა 1 მილიონით და დაფიქსირებული არის, რომ ჩვენ ქართველები საქართველოს მოქალაქეები წარმოვადგენთ 4.2 მილიონს დაახლოებით და ამ 4.2 მილიონიდან გასული არის საზღვარგარეთ მილიონი და შეიძლება ითქვას უფრო მეტიც. მე ამას თქვენ გეუბნებით ოღონდ 10 წლის წინანდელ მონაცემებს. ამ პერიოდის განმავლობაში მოსახლეობა კიდევ უფრო შემცირებული არის. ამაზე წინა ხელისუფლება არ ნაღლობდა, თორე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები გვაფრთხილებდნენ და მოგვიწოდებდნენ იმისკენ, რომ მივაქციოთ ჩვენ ამას ყურადღება, იმიტომ რომ ფაქტიურად მომაკვდა ვერთა სიაში ვარ შესული. აი ახლა ამ ყველაფრის ფონზე ვინმეს თუ ჯერავს იმისი, რომ ჩვენი ამომრჩეველი არის 3.5 მილიონი. ნამდვილად ეს არის წარმოუდგენელი, ღმერთმა ქნას, რომ ეს იყოს ასე, მაგრამ ნამდვილად ასე არ არის. ჩვენ დემოგრაფიული თვალთახედვით გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა და ჩვენს საარჩევნო პროგრამაში გარკვეული ყურადღება დათმობილი, რა თქმა უნდა, ამ საკითხის მიმართ არის. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ადგილი ჰქონდეს რაღაც სახის სტიმულაციას, მრავალშვილიანობა რო იყოს წახალისებული, მარტოხელა მშობლებისათვის უნდა იყოს აუცილებლად რაღაცა სოციალური დაცვის მექანიზმები შემუშავებული. ძალიან დიდი მნიშვნელობაა განათლების სისტემაში, რომ დიდი ყურადღება დაეთმოს აი ამ საკითხს, როგორი მწვავე კატასტროფის წინაშე დგას ჩვენი ერი. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის დაცვის მხრივ არის ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელი, იმიტომ რომ ჩვილბავშვთა და დედათა სიკვდილიანობის მხრივ ჩვენ არა ვართ სახარბიელო მდგომარეობაში, მაგრამ ყველაფერი ეს იქნება არაფერი თუ ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში არ იქნება წინსვლა, თუ არ იქნება ახალი სამუშაო ადგილები, იმიტომ რომ როგორი სტიმულაციაც ჩვენ არ უნდა მოვიგონოთ, თავარი არის ის, რომ ადამიანი იყოს დასაქმებული, იმიტომ რომ მას უნდა შეეძლოს, ესე კი არ უყურებდეს სხვას, თუნდაც სახელმწიფოს, რომელიც ძალიან კეთილგანწყობილი არის მოქალაქეების მიმართ, რას გადმოუგდებს, არამედ მას თავად უნდა ქონდეს იმისი განცდა და უნდა ხედავდეს იმას, რომ შეუძლია იყოლიოს მრავალი შვილი, შეუძლია შექმნას ოჯახი და მას არ ექნება იმისი საშიშროება, რომ უბრალოდ ელემენტარულად ლუკმაპური არ ექნება თავისი შვილებისთვის, ან წამალი თუ დასჭირდება, ამისი ფული არ ექნება. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ დღეს ჩვენი ამომრჩეველი არის 3.5 მილიონი, ну ნამდვილად წარმოუდგენელია. ეხლა სამართლიანობის აღდგენაზე საუბრობდა ზაზა.
ეს არის წინა ამ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების წინა საარჩევნო დანაპირები, რომ ისინი აუცილებლად აღადგენდეს სამართლიანობას და დღეს ზუსტად არის მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება, ეს ეხება მაესტროს ერთ-ერთ გადაცემაზე, აქვთ მათ პრეტენზია და პასუხი არის ამასთან დაკავშირებით, სადაც ისინი აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, რომ სამართლიანობის მხრივ ჩვენ გადავდგეთ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯიო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თანამდებობის პირი დღეს არისო დაპატიმრებული და მიცემულია პასუხისგებაში. უკაცრავად, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა ის კი არ არის, რომ ძალიან ბევრი პიროვნება ციხეში ჩასვა. სამართლიანობის აღდგენას ჩვენ ველოდებით ცოტა უფრო სხვაგვარად. ჯერ ერთი, როდესაც ამბობ, რომ არის ძალიან ბევრი პირი მთავრობის მაღალი ჩინოსანი დაპატიმრებული და მას აქვს ბრალი წარდგენილი, ეხლა ცოტა სასაცილოც არის, იცით, როდესაც ვლაპარაკობთ რეჟიმზე, რომელმაც ქვეყანა დააქცია და რამდენიმე ერთი თუ ორი კაცი არის მიცემული სამართალში და ძალიან უსუსური ბრალი აქვთ მათ წარდგენილი ეს იმ ფონზე, რაც მოუტანეს მათ საქართველოს. მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ სამართლიანობის აღდგენას არ ნიშნავს ის, რომ შენ დაიჭერ ადამიანებს. პოლიტპატიმრები, რომელიც გაანთავისუფლეს, მათ არ მოხსნიათ ის ბრალეულობა, რომელიც სრულიად უსაფუძვლოდ ჰქონდათ წარდგენილი და ძალიან ბევრი მათგანი დღესაც უმუშევარია, იმიტომ რომ ვერ პოულობს სამუშაოს, აი ზუსტად იმის გამო, რომ ნასამართლეობა მათ არ აქვთ მოხსნილი. აღდგა მათ წინაშე სამართალი? ნამდვილად არ აღდგარა. ზაზა საუბრობდა იმ ბიზნესმენებზე, რომელსაც ჩამოართვეს სრულიად უკანონო ქონება და ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგმულა, რომ ამ ხალხს ეს ქონება დაუბრუნდეს. არის აღდგარი სამართლიანობა მათ მიმართ? ნამდვილად არ აღდგარა. ამიტომ აი მათი ესეთი განცხადება, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით სამართლის აღდგენის მიმართულებით, მე მგონი, რომ ნამდვილად ძალიან უსუსური არის. გარდა ამისა, ისინი საუბრობენ იმის თაობაზე, რომ ჯანდაცვის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის გადადგმული. ნამდვილად არის გადადგმული ნაბიჯები, ოღონდ ეს არ არის საკმარისი. და ის არგუმენტად იმისი მოყვანა, რომ მსოფლიო ბანკი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იწონებს იმ რეფორმას, რომელიც მიმდინარეობს, ნამდვილად არაფრის მთქმელი არ არის. იცით რატომ? იმიტომ რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაციებიც და ძალიან ბევრი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც იწონებდნენ იმ რეფორმებს, რომელიც ჯანდაცვის კუთხით ხორციელდებოდა მოქალაქეთა კავშირის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. მთავარი ის კი არ არის, რომელი საერთაშორისო ორგანიზაცია მოიწონებს ქაღალდზე დაწერილ რეფორმას, არამედ მთავარი არის ის, როგორ განახორციელებ ამ რეფორმას და ხალხი რას იგრძნობს, რა სიკეთეს მიიღებს ხალხი. როგორი სურათი გვაქვს ჩვენ დღეს? არის თუ არა ხალხი კმაყოფილი? აი სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვქონდა გლდანის რაიონის მაჟორიტარების წარდგენა და იქ ხანდაზმული ადამიანი მოვიდა, თავისი გულის ტკივილი გამოთქვა და ვთხოვა ჩვენ დახმარება, იმიტომ რომ ის არის ქრონიკული ავადმყოფი და მას არანაირი საშუალება არ აქვს ფინანსური იმისი, რომ შეიძინოს ის სწავლები, რომელიც მას სჭირდება და პენსიონერთა ძალიან დიდ ნაწილს მუდმივად სჭირდება რაღაცა მედიკამენტი და მას არ აქვს იმისი ელემენტარული საშუალება, რომ ჩაიტაროს გამოკვლევები, რომ შეაფასოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ანუ ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ არ არის იმ დონეზე მისული, რომ ადამიანებმა თქვან, რომ აი ეს არის ისეთი რეფორმა, რომელიც მათ ნამდვილად მოსწონს და მუდმივად შედარება იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო აი ასეთ მდგომარეობა ჯანდაცვის მხრივ და ეხლა არის უკეთესი, ჩვენ ნამდვილად ვერ მოგვიტანს, იცით, ისეთ სახარბიელო შედეგს, იმიტომ რომ კი არ უნდა ვადაროთ ძალიან ცუდს, არამედ ჩვენ უნდა ვთქვათ რა გვინდა და იმ საბოლოო წერტილამდე რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიყვანოთ ჩვენი ქვეყანა. ეხლა ზაზამ აღნიშნა ესეთი რაღაცა, რომ მერიისა და საკრებულოს ხარჯები აი ამ ბოლო ბიუჯეტში უკვე
მაშინ როდესაც ოცნება შეეძლო თავისი ძალიან ისეთი მკაცრი პოზიცია გამოეხატა და ბოლომდე დამდგარიყო მყარად იმ მხარეს რომ ყოფილიყო ბიუჯეტი ისეთი რომ ნამდვილად სოციალურ სახელმწიფოს როგორიც შეეფერება მაგრამ საუბედუროდ მან ეს არ გააკეთა და 60 და 10% თქვი ხო მე მგონი ზაზა არის მომატებული აი ეს ხარჯები 60 და 100 მით უმეტეს 60% ხო 100 რაღაცა წარმოვიდგინე რომ შეიძლებოდა 100%-ით გაზრდილიყო და თქვენ წარმოიდგინეთ რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა რომ აი ამათი ხარჯები კი არ გაზრდილიყო და მაგათი ხელფასები მაგათი პრემიები მაგათი კეთილდღეობა და ფუფუნება კი არ ყოფილიყო პრიორიტეტი არამედ ისევ მოხმარებოდა სოციალურ სფეროს და ჯანდაცვას ხომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცის გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი. აღარა მაქვს ლაპარაკი ცენტრალურ ბიუჯეტში როგორი მდგომარეობა არის. ამიტომ ჩვენ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ ის რომ თუ ჩვენ მოგცემს ხმას ამ არჩევნებზე ჩვენი მოსახლეობა, ანუ შემოხაზავს სამივე ბიულეტენში 3-ს, ჩვენ ნამდვილად ვიქნებით ის კოალიცია ის ხელისუფლება, რომლისთვისაც უმთავრესი იქნება ადამიანი. და ნამდვილად ბიუჯეტი ადგილობრივი ამ შემთხვევაში და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების დროსაც მივიღებთ ძალიან კარგ შედეგებს და მოგვეცემა საშუალება, რომ უკვე ცენტრალურ ბიუჯეტზეც იგივე განვახორციელოთ, აუცილებლად ბიუჯეტის თითეული თეთრი იქნება გამიზნული იმისთვის, რომ ადამიანებმა იგრძნონ საკუთარ თავზე, რომ ხელისუფლება მათზე ფიქრობს. აუცილებლად ბიუჯეტის ხარჯვა იქნება გამჭვირვალე და დაინახავს თითოეული მოქალაქე, ვისაც ამისი სურვილი ექნება, როგორ იხარჯება ეს ბიუჯეტი. თქვენ აღნიშნეთ ჩვენი საუბრის დასაწყისში, რომ გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმობა, ხო? პროგრამას დეტალურად ამიტომ მეორე ნაწილისთვის გადავდებ მე უფრო დეტალურად ჩვენ საუბარს სხვადასხვა მიმართულებით, რას პირდებით. რახან სასამართლოები ვისაუბრეთ სამართლიანობის აღდგენაზე და უბრალოდ არ შეიძლება არ ვახსენოთ დღევანდელი სასამართლო ხელისუფლება, უბრალოდ ორი სიტყვით ვიტყვი, რომ დღევანდელი სასამართლო ხელისუფლება, რომელიც ფაქტიურად დღევანდელ ხელისუფლებასაც მიაჩნია, რომ ეს არის მისი მონაპოვარი, მას სასამართლო გადაარჩენს და ყავს დამოუკიდებელი სასამართლო. როგორ შეიძლება კუბლაშვილის სასამართლოს უწოდოთ დამოუკიდებელი, თუ ქვეყანაში იყო 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი. როგორ შეიძლება ქვეყანას ამ სასამართლოს უწოდოთ დამოუკიდებელი, როდესაც სტრასბურგში გავსებულია საქართველოს საქმეები, ტომები და უამრავი გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. ანუ სასამართლო როგორი დამოუკიდებელიც ხო ყველამ კარგად ვიცით. მეცაც გეტყვით, სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ვქონდა ჩვენ დღევანდელმა კონტროლის პალატამ, ეხლა საუდიტო პალატამ, ანუ მოგელაძის სამსახურმა გამოთქვა რაღაც პრეტენზიები და სასამართლოს მიმართა, რომ ჩვენ დავჯერებულიყავით 65,000 ლარით წინასაარჩევნო აგიტაციის დროს დარღვევების გამო. და ეს დარღვევები რამდენად იყო დარღვევები? ეს კიდევ ცალკე საკითხია ეს, რა თქმა უნდა, და სასამართლოში წავდებით, ერთი მხრივ იყო მოგელაძის სამსახური, მეორე მხრივ დემოკრატიული მოძრაობა, ხოლო მოსამართლეთ იყო ის ქალბატონი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ჩამოართვა მოქალაქეობა. აი მე თქვენ გეკითხებით 2012 წლის 1 ოქტომბრამდე რო ჩატარებულიყო ეს სასამართლო, სხვა კონფიგურაცია ხო არ იქნებოდა. ანუ ერთ მხარეს იქნებოდა ის მოსამართლე, მეორე მხარეს იქნებოდა იგივე ის კადრები მოგელაძის სამსახურის, მესამე მხარეს ვიქნებოდით ჩვენ. ანუ ამაზეა საუბარი. ეს მათ მიღწევად მიაჩნიათ რა. და კიდე ერთს ვიტყვი, ახლა ეკონომიკაზე თქვა სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით, როდესაც ისინი იძახდნენ, რომ 100 საწარმოო და საწარმოებს ცდილდნენ. ვიღებთ იმისა, რომ ძალიან რთული პერიოდი იყო და საარჩევნო კამპანია გაშლი და ნამდვილად დრო არ აქვს. სიამონებით თუ ვინმეს გამოყოფდნენ, ჩაუждდებოდა ნახალდი 100 კი არა, 10 საწარმო, სადაც ფუნდამენტი მაინც აქვს ჩასხმული. ამას ხედავს მოსახლეობა და ყველა ხედავს, რომ ფაქტობრივად უმრავლესობა საქართველოს მოსახლეობისა არის სიღარიბის სხვას ქვემოთ, არის დაუსაქმებელი და ანუ ქვეყანა მინდა გითხრათ, რომ აი ინერციით მიდის და ესე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ალბათ მივიღებთ ძალიან მძიმე შედეგებს, თუ რაიმე მართლაც სისტემური ჩარევა არ მოხდა.
ვიდრე გადაცემის მეორე ნაწილზე გადავიდოდეთ, ჩვენ მაყურებელი დაგვეკავშირდა და მოусმინოთ მას. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. საამშვიდობის საშუალო. გისმენთ. ბაბულა, ერთი რამ მაინტერესებს ამ ქვეყნად. ვერაფრით ვერ გავიგე 3 მილიონი ნახევარი ამომრჩევლიდან. რამდენი მოსახლეა ქართული? ქართული ოჯახი რამდენია აქედან? მადლობა. ძალიან რთულია ეს გავიგოთ, იმიტომ რომ აღწერა საქართველოში ძალიან დიდი ხანია არ ჩატარებულა, აი რასაც ზაზა ამბობდა, წინა საარჩევნო დანაპირები, რომ აუცილებლად თუ არ იქნებოდა ბიუჯეტში ამისი თანხა არ მოიძებნებოდა საკუთარ ფინანსებს დახარჯავდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩატარებულიყო აღწერა, მოწესრიგებულიყო უკვე მეორე ეტაპზე სიები, ბიომეტრიული პასპორტები ყოფილიყო და აი მაშინ ბატონო ჩემო თქვენს შეკითხვასაც თუ რამდენი არის აი 3 მილიონი ნახევარი პირობითად თუ 4.2 მილიონი, რამდენი არის იქ ქართველი, რამდენი სხვა ეროვნების, აი ამასაც გაეცემოდა პასუხი. ერთი რაღაცა მინდა ელენა აღნიშნო, აი დღეს ჩვენი მერობის კანდიდატ დიმიტრი ლორთქიფანიძეს ჰქონდა შეხვედრა გლდანის მე-7 მიკრორაიონის მოსახლეობასთან და იცით რა არის მათი ერთ-ერთი ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ამ ხალხს და მართლა საოცრებაა, როდესაც 21 საუკუნეში ადამიანი დედაქალაქში ცხოვრობს და არა აქვს წყალი, დენი და გაზი, მაგრამ გარდა ამ ყველაფრისა, ამ ხალხმა წლების განმავლობაში ვერ მიაღწია იმას, რომ დაფიქსირდნენ, რეესტრში იყვნენ გატარებულები და მათ ჰქონდეთ იმისი უფლება, რომ არჩევნებში თავიანთი ხმა დააფიქსირონ. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ასეთი გაბერილი სიები და პარალელურად მოსახლეობა მთელი მიკრორაიონი, რომელიც უბრალოდ არსად არ არის დაფიქსირებული და ეს არ არის მხოლოდ ერთი მიკრორაიონი. ასევე მაყურებელი ალბათ იმასაც გულისხმობდა, როდესაც წინა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სწორედ არჩევნებამდე თურქეთის მოქალაქეებს ახლობით 100,000 მოქალაქეს მიანიჭა მოქალაქეობა და მაშინ ქართული ოცნება აცხადებდა, რომ აუცილებლად ეს სიები უნდა დაზუსტდეს. ანუ ესეც შეიძლება ჩათვალოს გაბერილ სიებად. რა თქმა უნდა, იცით რა არის ახლა ნამდვილად არა ვართ ჩვენის პოლიტიკური ძალა, რომელიც ვამბობთ, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ჩაკეტილი და არავის არ უნდა კონდეს აქ შემოსვლის უფლება, მაგრამ ხელისუფლება იმისი ხელისუფლებაა და ჩვენ იმიტომ ვამბობთ ჩვენ წილ თავისუფლებაზე ვარს და ვირჩევთ ხელისუფლებას, რომ მან უნდა შეასრულოს თავისი უმთავრესი ფუნქცია და ამოცანა, უნდა დაიცვას ხალხი. ეს არის ხო დანიშნულება ხელისუფლების და უნდა იფიქროს მის კეთილდღეობაზე და თუ ჩვენი ხელისუფლება ჩვენს ხალხზე არ იფიქრებს, თურქეთის ხელისუფლება თურქ ხალხზე ძალიან კარგად ფიქრობს და ეს არის მისასალმებელი. ნამდვილად აი იმის ფონზე, როდესაც ესეთი თავისუფალი იყო, ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქე შეეძლო მიეღო აქ მოქალაქეობა, იმის ფონზე, რომ ესეთი უარყოფითი მიგრაციული სალდო არის ჩვენს ქვეყანაში და ძალიან ბევრი სხვა რაღაცის გამო, ნამდვილად მნიშვნელოვანი არის, რომ მოხდეს აღწერა მოსახლეობის და ერთხელ და სამუდამოდ გავერკვიოთ ჩვენ იმაში, რა მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. საარჩევნო სიებს რო თავი დავანებოთ, თუმცა ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი. სხვა კუთხითაც საჭირო არის რომ ეს მოხდეს. და მე მგონია ბიუჯეტშიც კი რომ აღარაფერი ვთქვათ ზოგიერთი ადამიანის პირად შესაძლებლობაზე, ფინანსურ შესაძლებლობაზე, ჩვენს ბიუჯეტშიც ნამდვილად შესაძლებელი იყო რომ გამოძებნილიყო თანხები აი ამის გასაკეთებლად. მთავარი არის პოლიტიკური ნება, უნდა გინდოდეს და გესმოდეს ამისი საჭიროება და აუცილებლობა. ჩვენ სათერში ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ჩვენ განვაგრძობთ საუბარს. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნა ეთმობა დემოკრატიულ მოძრაობას ერთიანი საქართველო. არ გადარჩეთ, ჩვენ სულ მალე დავბრუნდებით ეთერში. თავისუფალი ტრიბუნა კვლავ პირდაპირ ეთერშია. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეთმობა დემოკრატიულ მოძრაობას ერთიანი საქართველო და ჩვენი სტუმრები არიან პარტიის აღმასრულებელი მდივანი თამარ ცინცაბაძე და პარტიის გენერალური მდივანი ზაზა ვეკო. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ უკვე ვისაუბრებთ თქვენ საარჩევნო პროგრამაზე და პრიორიტეტებზე, მაგრამ მანამდე ჩვენ მაყურებელი დაგვიკავშირდა და მოусმინოთ მას. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ, მოგესალმებით. ესეთი სახე შეკითხვა მაქვს. არის ასეთი პოლიტიკოსი და ფაქტიურად არ მომისმენია რომ აი ამ საკითხი შეეხოს თვითონ წავით.
რაში მდგომარეობს ეს საკითხი? ვარ მესამე ჯგუფის პენსიონერი. ეს მესამე ჯგუფის საკითხი გაუქმებულია, აღარ არსებობს და ჩვენ ვინც მუდმივი ქონა, დაკრძალეს ეს ხალხი მესამე ჯგუფის პენსიონერებად. რომელსაც პენსიას აქვს ერთი წარმომადგენელი 70 ლარი, ქონდა 10 ლარს ქალაქის მერია გვიმატებდა ქონდა 80 ლარი. დღეს უკვე ფაქტიურად ამათ ეს 10 ლარი მოგვეცნეს დაგჭა 70 ლარი პენსია. მე საჭიროა გაკომისიერება ფედერალურთან დაკავშირებით და როდესაც მესული მე ორთაჭალაში თვალისაუბრებაში 160 ლარი მომთხოვეს გაკომისიერებაში. და იმის გარანტიაც არ არსებობს რომ ჯგუფს მომიმატებენ თუ იგივეს დატოვებენ. ეხლა 70 ლარი პენსიონერმა ანუ დღეში 2.30 კეთრი ვისაც აქვს პენსია. აი როდესაც ატოფილი 2 ლარი გახდა აი ამ პენსიით ნუ ხეთის მომიგედა თაითოთ აი ამ თორმის ლიმინტია რა 70 ლარი როგორ უნდა იარსებოს ადამიანმა რა. კი ბატონო, გასაგებია. ნამდვილად ძალიან მწვავე პრობლემა შეეხო ახლა ეს ჩვენი მაყურებელი. იმიტომ რომ რეალურად ინვალიდობის დასადგენად ადამიანს იმდენი ძალისხმევის დახარჯვა ჭირდება, რომ აი როგორც ბატონი ამბობს, რომ იმისათვის რომ მეორე ჯგუფში გადასულიყო, უნდა გაიაროს რაღაცა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს და ამაში მას ერთი რომ სჭირდება გარკვეულ ადგილამდე მისვლა, ანუ თანხის დახარჯვა, ხო? და არაერთხელ უნდა მივიდეს. უნდა ჩაიტაროს გამოკვლევები, რომელიც მისთვის არის ფასიანი. რისი საშუალებაც მას არ გააჩნია. და მიიღებს თუ არა კიდე ამ მეორე ჯგუფს კიდე კაცმა არ იცის. ნამდვილად მოსაწესრიგებელი არის ახლა ბევრი ისეთი მწვავე საკითხი არის ამ ინვალიდობის მიღებასთან დაკავშირებული, რომელიც უდავოდ არის მოსაწესრიგებელი და ნამდვილად ყურადღება უნდა მიექცეს. ეხლა მე არ ვიცი ბატონი არის თუ არა საქმის კურსში და ადევნებს თუ არა თვალს ჩვენ 2008 წელს გვაქვს დადებული ჩვენს პარტიას სოციალური და ჯანდაცვის სფეროს კუთხით სხვადასხვა სფეროების მხრივ და მათ შორის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა, სადაც ზუსტად ამ პრობლემას ჩვენ ვეხებით და იქ გვაქვს მითითებული ამისი აუცილებელი გადაწყვეტა, გზებიც აგვაქვს ნაჩვენები და რა თქმა უნდა ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ჩვენ ამას ნამდვილად მოვაწესრიგებთ. ეხლა რახან ადამიანი საუბრობს პენსიაზე და იმაზე, რომ აი 70 ლარი ქონდა მას და აქვს და ასაკით პენსიონერს აქვს 150 ლარი, ჩვენ და საარსებო მინიმუმიც დღეს იცით თქვენ რომ არის 150 ლარი, ჩვენ ნამდვილად ვთვლით რომ ეს არ შეესაბამება რეალობას და არათუ 70 ლარით, არამედ 150 ლარითაც ნამდვილად შეუძლებელი არის ღირსეულად იცხოვრონ იმ ადამიანებმა, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრი უშრომიათ და რა დააშავეს ახლა ხანდაზმულს ასაკში, რომ ფაქტიურად ისინი აღმოჩნდნენ აი ესეთ უმწეო მდგომარეობაში. არის თუ არა იმისი საშუალება, რომ გაიზარდოს მათი ეს შემოსავალი, რა თქმა უნდა არის ამისი საშუალება. ჩვენ ძალიან შორსა ვართ იმ აზრისაგან, რომ სოციალურ სფეროში შესაძლებელი არის განხორციელდეს რეფორმა მყისიერად. ეს ნამდვილად ასე არ არის, მაგრამ უმთავრესი არის, რომ დაისახოს სწორი მიმართულება და უმთავრესი არის ის, რომ გადაიდგას ნაბიჯები და ხალხმა დაინახოს, რომ ნამდვილად სწორ ნაბიჯებს დგას ხელისუფლება და დღეს თუ არა ხვალ და რამდენიმე წლის მერე მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს. რაში არის იცით საქმე? აი ზუსტად დღეს რა ვიცი, რაღაცა დღეს ძალიან ბევრი ისეთი განცხადება გააკეთა ჩვენმა ხელისუფლება. არის მათი მხრიდან გაჟღერებული ის, რომ ხელისუფლების პარლამენტის თანამშრომელთან ხელფასების ზრდა უნდა მოხდეს შემდგომ წელს, დიახ, და ასევე ავტოპარკის განახლება. იცით რაში არის საქმე? ჩვენ ნამდვილად არ გვინდა ის, რომ ადამიანებს, ვისაც აქვს მაღალი ხელფასი, მათ შეუმცირდეს ხელფასი. არა, ჩვენი სურვილი არის ის, რომ ყველა დანარჩენ ადამიანს და ესეთი არის ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, პენსიონერები, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, მათ ქონდეთ შრომის საშუალება, ვინც არის ეკონომიკურად აქტიურ ასაკში და პენსიონერს ქონდეს ისეთი
პენსია, რომ ღირსეულად იცხოვროს, გაეზარდოს მას ეს პენსიატორი, განუხრელად იღწვოდე და ფიქრობდე იმაზე, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში ვინც მუშაობს, მხოლოდ მისი კეთილდღეობა იყოს ნომერი პირველი და მთელი დანარჩენი მოსახლეობის არა, ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ ეს არის ისეთი სახელმწიფოსთვის შესაფერი სიქმედება, რომელსაც თავის კონსტიტუციაში უწერია, რომ ის არის სოციალური სახელმწიფო. ეს რას ნიშნავს? რომ ეს არის სახელმწიფო, რომელიც ფიქრობს თავისი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. და დღევანდელი ხელისუფლებაც ჩვენ დასაუბედუროთ ნამდვილად არ ემჩნევა მას, რომ ის ფიქრობს ხალხის კეთილდღეობაზე. თქვენი კოალიციის საარჩევნო პროგრამაში ბუნებრივია აი ამ ადამიანებსაც ეთმობა ძალიან დიდი ყურადღება და გაწერილი არის მათი პრობლემებიც. კიდევ რა პრიორიტეტებზე არის აგებული თქვენი კამპანია? ჩვენი პრიორიტეტი არის ადამიანი. ეხლა რადგანაც ადამიანთა ძალიან დიდი ნაწილისათვის ყველაზე უფრო ხელშესახები არის ზუსტად სოციალური სფერო და ჯანდაცვა, ამიტომაც ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯების გადადგმა გვინდა ზუსტად ამ მიმართულებით. ეხლა მე გამოვყოფ ძალიან მნიშვნელოვან მომენტებს, იმიტომ რომ მთლიანად პროგრამაზე ალბათ ჩვენ უკვე თქვენი გადაცემის ფორმატი ამის საშუალებას აღარ გვაძლევს. ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული ის, რომ ყველა ადამიანისათვის ჯანდაცვა იყოს ხელმისაწვდომი. ძალიან ბევრი ადამიანისათვის და განსაკუთრებით აქცენტს ვაკეთებთ პირველად ჯანდაცვაზე და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე. რატო? იმიტომ რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოსახლეობა იყოს ჯანმრთელი. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ დიაგნოსტირება დაავადების მოხდეს ადრეულ სტადიაზე, იმიტომ რომ ეკონომიკურათაც და თვითონ ის თვალსაზრისით, რომ ადამიანი ახლა ძალიან ცუდად არ გახდეს, მე მგონი ეს არის ნამდვილად მისაღები და სწორი პოზიცია. ამიტომ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით იმას, რომ აი ეს პირველადი ჯანდაცვა და საზოგადოებრივი ჯანდაცვაზე გამახვილდეს ყურადღება, რომ ადამიანებს, რომელსაც იმისი საშუალება არ აქვს, რომ ადრეულ სტადიაზე მივიდეს, გამოკვლევა ჩაიტაროს, აი მათ ამისი საშუალება მიეცეთ. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ დღეს ძალიან ბევრი ჯანდაცვით პროგრამაში არსებობს ეგრეთ წოდებული თანაგადახდის პრინციპი, მაგრამ უმწვევ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, პენსიონერებს, რომელსაც აქვთ 150 და ზოგიერთ 70 ლარი შემოსავალი თვიური, რა თქმა უნდა არ აქვთ იმისი საშუალება, რომ ეს თანაგადახდა, რომელიც ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს 100, 600 და ზოგ შემთხვევაში რამდენიმე 1000 ლარის ტოლი, ეს დაფარონ. ანუ მათთვის ისევე ხელმიუწვდომელი რჩება მთელი რიგი სამედიცინო მომსახურებებსა, როგორიც იყო აქამდე. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აი ეს თანაგადახდა იყოს მუნიციპალური ბიუჯეტებიდან დაფარული მათთვის, ვისაც ამისი შესაძლებლობა არ აქვს. გარდა ამისა, წამლები, რომელიც ესოდე მნიშვნელოვანი არის განსაკუთრებით ხანდაზმული ადამიანებისთვის. ჩვენ გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული და არსებობს ამისი საშუალება დაუშვათ თბილისის ბიუჯეტში, რომ თვეში 25 ლარი დანამატი გქონდეთ ჩვენს პენსიონერებს და უმწვევ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, რომელსაც ისინი დახარჯავენ მედიკამენტების შესაძენად. გარდა ამისა, ახლა რახან სოციალურ სფეროზე ვსაუბრობთ, ჩვენ მნიშვნელოვან წილად გვინდა გაიზარდოს მასწავლებლების ხელფასი და ბაღის აღმდელების სტატუსი გაუთანაბრდეს პედაგოგის სტატუსს. ჩვენი სურვილი არის ის და მე ვთვლი, რომ ეს არის იქნება ნამდვილად სამართლიანი, რომ ამ ადამიანების ხელფასი და შემოსავალი მნიშვნელოვან წილად უნდა აღემატებოდეს საარსებო მინიმუმს და უნდა დაუახლოვდეს სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანების შემოსავალს. გარდა ამისა, მე თქვენ გესაუბრეთ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ დემოგრაფიული პრობლემა გვაქვს ჩვენ და ეს არის ძალიან მტკივნეული მთელი ერისათვის და ამაზე, რა თქმა უნდა გამახვილდეს ყურადღება და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგეს ამ თვალსაზრისითაც. მაგრამ ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება
თუ ეკონომიკური წინსვლა არ იქნა, თუ არ მოხდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. Ai am მიმართულებით მე ძალიან მინდა რომ ამაზე ჩვენ მოვასწროთ და აღვნიშნოთ რის გაკეთებას ვაპირებ და ამიტომ მე ზაზას ვთხოვ რომ აი ამაზე გამახვილოს ყურადღებას თამარმა ისაუბრა ჯანდაცვა, სოციალური სფერო, მაგრამ რა თქმა უნდა გაუჩნდება მაყურებელს კითხვა რომ საიდან მოგვაქვს ეს თანხები, საიდან შევახსენოთ ბიუჯეტს. ხელისუფლებამ ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ის არ ქმნის სამუშაო ადგილებს, ის ქმნის ეკონომიურ გარემოს. მან უნდა შექმნას გარემო, ხოლო შემდეგ კერძო სექტორმა უნდა შექმნას ეს სამუშაო ადგილები. წარმოუდგენელია, რომ ყველა დასაქმებული იყოს სახელმწიფო სექტორში. ესეთი რამე არ არსებობს. შესაბამისად, ეკონომიკა და გადასახადები პირდაპირ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და საჭიროა, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემა გახდეს უფრო ლიბერალური. ჩვენ მომზადებული გვაქვს საგადასახადო სისტემა კანონმდებლობაში ცვლილება, რომელსაც ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ. ცხადია, ეს არ უკავშირდება ადგილობრივ არჩევნებს, მაგრამ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და გვინდა დავარწმუნოთ მაყურებელი, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ ამას განვახორციელებთ და ესა გვაქვს 3 წელიწადზე გაწერილი, რომელიც ეხება საშემოსავლო გადასახადების 20%-დან 12%-მდე შემცირებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სწორედ ბიზნესისთვის, ასევე მოგების გადასახადის შემცირება 10%-მდე და გადასახადი დივიდენდზე 5%-დან რომ შემცირდეს 2%-მდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ამ შემთხვევაში მოგახსენებათ, რომ ძალიან მოიმატებს, როდესაც იკლებს გადასახადები, იმატებს გადამხდელთა რაოდენობა. ეხლა რა თქმა უნდა, პირველ წელიწადს ჩვენ ეს დათვლილი გვაქვს, რომ 3 წლის განმავლობაში აღნიშნული დეფიციტი შეადგენს 1,42 მილიონს. ეს არის 3 წელიწადზე გათვლილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გათვლილი გვაქვს თუ საიდან უნდა არსებულ ბიუჯეტშივე, საიდან უნდა მოვიდეს აღნიშნული თანხა. მე არ შემიძლია საგადასახადო და ეკონომიკასთან ერთად არ ვახსენო სოფლის მეურნეობა. ეს არის სფერო, რომელშიც მართლაც გასულ წელს უამრავი თანხა ჩაიდო, მართლაც მოიხმდა და დაითესა იმდენი, რომ მეტი არ შეიძლება. ანუ ეს ამ ხრივ სამუშაოების ხრივ შესრულდა ნამდვილად. მაგრამ ეს არ დატყობია, მოდი ვთქვათ პირდაპირ, არც გლეხებს, არც სამუშაო ადგილებს და ასე შემდეგ. რატომ? ძირითადად ბიზნესი თავარი არის ბიზნესში გასაღების ბაზარი. თუ არსებობს გასაღების ბაზარი, მაშინ აუცილებლად იქნება წარმოება, თუ იქნება წარმოება, ჩნდება სამუშაო ადგილები. შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა მოიძიოს გასაღების ბაზარი, რაც პირდაპირ უკავშირდება უკვე საგარეო ურთიერთობებს, რომელიც ფაქტობრივად დღევანდელ ხელისუფლებას აბსოლუტურად დაურეგულირებელი აქვს, როგორც მეზობელთან, ასევე მეზობლებთან. ასევე მე მიმაჩნია, რომ საგარეო ურთიერთობების კუთხით თვითონ პრობლემაა თვითონ ხელისუფლების შიგნით, დაუშვათ და ამაზე დღეს არ სურს საუბარი. ჩვენ მიგვაჩნია უამრავი რამე შემიძლია ჩამოთვალო, რაც ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება, მაგრამ გარდა ამისა ჩვენ მუშაობთ სწორედ ისეთ პროგრამებზე, რომლებიც უკვე ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებთან და ცენტრალურ ბიუჯეტთან არის დაკავშირებული. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთვის დღევანდელი არჩევნები, ადგილობრივი არჩევნები, ეს არის პირველი ეტაპი მომავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების. იმიტომ რომ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ესე ვეღარ გაგრძელდება და დარწმუნებული ვართ, რომ სულ მალე ხელისუფლებას მოუწევს დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში მართლაც ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ, ყოველ შემთხვევაში ისე როგორც დღეს გრძელდება. მე ერთი-ორი სიტყვით მინდა შევეხო ბიუჯეტს და დედაქალაქის ბიუჯეტს და წარმოდგენილ კანდიდატურებს. მოგეხსენება ჩვენი ქალაქის თბილისის მეურობაზე კანდიდატი არის ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე. სახელმწიფო კანდიდატი მოგეხსენებათ არის ბატონი ნარმანია, რომელზეც მხოლოდ ის გამიგე და ნამდვილად შემიძლია თქვა, რომ არის კარგი ადამიანი და კარგი ლექტორი. მაგრამ ერთი რამე მინდა შევახსენო იგივე ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ შეუსრულებელი ცუდი მერის შემთხვევაში აღარავის ეხსოვება მისი კარგი ლექტორობა. მე მინდა ვთქვა, როდესაც ჩვენ ნახავთ ბიუჯეტს, ქვეყნის ბიუჯეტს წლევანდელი წლის და პირველ კვარტალს,
ნახავთ რომ ყველაზე სუსტი შესრულება და ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მინისტრი არის ბატონი ნარმანია. ანუ როგორც მენეჯერი, როგორც ხელმძღვანელი, მე გარწმუნებთ რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი სამინისტრო. თქვენ ნახავთ რომ მას შესრულების მუხლებში დაუშვათ აქვს 55% გაწეული დაუშვათ ხარჯი, შესრულება აქვს 55%, მეორე შემთხვევაში 51%, ხოლო შესრულება იმ მუხში სადაც არის ხელფასები 96%-ით აქვს შესრულებული. ანუ რა იყო დაუშვათ სიტყვაზე 10 საქმე. მინისტრი მაინც ჯობნის მე მგონი ხომ? თავდაცვის მინისტრი იქ სხვა პრობლემაა. თავდაცვის მინისტრის პრემიების პრობლემა, ეს ალკე პრობლემა. მე აქ არ ვიძახი რომ რაიმე იმ კუთხით რომ ნარმანიაზე არ ვიძახი რომ რაიმე განსაკუთრებული პრემია ნამდვილად არ ვიცი ეს. მე ვიძახი ერთ რამეს, უნდა შესრულიყო 10 სამუშაო, 10 სამუშაოში განსაზღვრულ რაოდენობას მუხელებს უნდა აიღოთ განსაზღვრული ხელფასი. მაგრამ ბატონმა ნარმანიამ ვეში 10-ის მაგივრად პირველ კვარტალში შეასრულა 4 სამუშაო. ამ 4 სამუშაოში ის ხელფასი გაცემულიყო თუ არა, არამედ გაცემულია ერთიმდენი პრემიებიც. ანუ ეს არის მთელი საქართველოს მასშტაბით და ლოკალურად თბილისში ეს ძალიან ძიმე შედეგებს მოგცემს. და ჩვენი გადაცემა დასასრულს ვახლოვდება, ამიტომ შემაჯამებელი ბოლო კითხვა მინდა დაგისვა თქვენ ბატონ ნარმანიაზე საუბრობდით, რატომ უნდა მოვიდეს ამ მომრჩეველი არჩევნებზე და რატომ უნდა დაუჭიროს მან მხარი კოალიცია ნინო ბურჯანაძე ერთიან ოპოზიციას და ამ შემთხვევაში კიდევ დიმიტრი ლორთქიფანიძეს როგორც დედაქალაქის მერს. იცით რაში არის ახლა ხა ჩვენი პროგრამული მუხლებიდან ძალიან ბევრ საკითხს ვერ შევეხეთ. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ თუნდაც თქვენს ეთერში გვექნება იმისი საშუალება, რომ უფრო კონკრეტულად გავიაროთ ყველა ის დანაპირები, რასაც ჩვენ ვპირდებით ჩვენს მოსახლეობას. რასაც ვპირდებით, აუცილებლად იმას შევასრულებთ და რასაც წლების განმავლობაში პირდებოდა ნაციონალური მოძრაობა და ოცნება, რაზეც გაოცნებებდათ თქვენ წინა და დღევანდელი ხელისუფლება, იმასაც ავასრულებთ. ამიტომ მე მინდა მოუწოდეთ ჩვენს სამომრჩეველს, ნუ ჩათვლიან რომ არჩევნები მაინც ვერაფერს ვერ შეცვლის. პირიქით, აუცილებელი არის რომ მათ მიიღონ გადაწყვეტილება, აუცილებლად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება გონებით, გააკეთონ სწორი არჩევანი, უნდა მივიდნენ არჩევნებზე და რა თქმა უნდა შემოხაზონ სამივე ბიულეტენში ნომერი 3. მადლობთ, ჩვენ გადაცემა დასრულებულია. მადლობას გიხდით ჩვენთან მობრძანებისთვის და წარმატებას გისურვებთ. მაყურებელს შევახსენებთ, რომ დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნა ეთმობოდა დემოკრატიულ მოძრაობას ერთიანი საქართველო და ჩვენი სტუმრები იყვნენ პარტიის აღმასრულებელი მდივანი თამარ ცინცაბაძე და პარტიის გენერალური მდივანი ზაზა ვეკვა. მე ხვალამდე გემშვიდობები და მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. ნახვამდის.